დილამშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. მოგესალმებით მზესთან ერთად, იმიტომ რომ არაჩვეულებრივი ამინდია ფაქტობრივად ზაფხული დაიწყო, შეგვიძლია რომ ასე ჩავთვალოთ. როგორც წესი სამსახურში მივიდივარ, დღეს ყოფას მიყვავს მარიამი, ამიტომ ცოტა მშვიდად მივდივარ, ასე ვთქვათ, სირბილის გარეშე და დაღლის გარეშე. რამდენიმე დღეა თავს ძალიან სუსტად ვგრძნობ. ესე რომ გითხრათ ნიშანდობლივად რამე გამოკვეთილად მტკივას არა, მოგატყუებთ. მე ადრეც მithქვამს თქვენთვის ძალიან ვარ ეს შეგრძნებებზე, ინტუიციაზე და რაღაცაზე დამოკიდებული ადამიანი. ეს იმიტომ კი რომ მე ავირჩი ასე. იმიტომ რომ მოკეთ ასე ხდება ხოლმე ჩემს ცხოვრებაში, რომ რაღაცა უცნაურობა ასე რომ ვიგრძნობ ხოლმე, ის აუცილებლად უნდა ამიხდეს. ხოდა ესე იგი 3 დღეა გული მაქვს დამძიმებული, თავს ვგრძნობ ცუდად, აფორიაქებული ვარ ძალიან. ფორიაქდება გული და მე სიჩქარეში გადამდეს გულის საჩქარებაში. ყოველთვის მაქვს ხოლმე ჩემდა სამწუხაროდ ესე რომ როცა ასე ვარ ხოლმე მე რაღაცნაირად რაღაცა ცუდი ხდება ჩემს ცხოვრებაში. რაღაცა ცუდი ამბავი უნდა გავიგო სხვაზე, ან ჩემზე, ანუ ხო ხვდებით. ისე მძაბავს ეს ყველაფერი და ისე დამღალა ამ ყველაფერმა. არ ვიცი ვინც ხართ ასე დამიწერეთ, როგორ იქცევით, ეხლა რო არა უკვე შეგრძნებებს და რამე ეს რა თქმა უნდა გასაგებია და ის, მაგრამ ანუ როგორ მოვერიო ამ ყველაფერს, ეს მართლა აი არ ვიცი, იმიტომ რომ თქვენ რო იცოდეთ, ეხლა ჩემი გული რა დღეშია და რამოდენად დამძიმებულია, ალბათ მიხვდებით რას გულისხმობ, ანუ რა რაღაცა ცუც რო გიგრძნობს გული, ხა დარწმუნებული ვარ, მეტნაკლებად გქონია ყველას რა და მით უფრო მე ძალიან ვარ ამ ამბებზე დამოკიდებული. მიხდება რა, აი სიზმარი რო ხომ და რო ხდება. ეგრე ვარ, ოღონდ იმ კუთხით, საკუთხითაც გითხარით და ისე დამღლელია გოგოებო, რომ ვერ ვიგებ. რა არის, რა ემოცია, საიდან მოდის ეს ემოცია. სამწუხაროდ მიხდება, კიდევ ერთხელ ვამბობ. საგიჟეთი მაქვს. როგორ ჩანს გავუვიდა დრო და მოდი ჩავრიცხოთ. ჩავრიცხეთ. ჰაი. დილამშვიდობის. მოგესალმებათ თქვენი დუდუნა. დღეს ბავშვს წაიყვანს მამიკო და დედიკო წავა სამსახურში. გუშინ ვლოგი არ იყო, იმიტომ რომ ჩემი კვარი ვერ იყო კარგად. რაღაცა სიცხე, გრიპი, ყელი, რა ყველაფერი რაღაცა ერთად ქონდა, ხო და რომ მოვედი სახლში იყო, რაღაც უცად გრძნობდა თავს, მეც ისე ვიყავი დაღლილი. ხო და რა თქმა უნდა, ხა ვლოგის გადაღებას არ დავიწყებდი, ადამიანი ვერ გრძნობდა თავს კარგად და აღარც მარიკო არ დაუტყვი რომ ან აივანზე ავსულიყავი, ან რაღაცა ძალიან სუსტად გრძნობდა თავს და ამიტომ არ იყო გუშინ ვლოგი. ხო, რა მინდა გითხრათ გოგოებო, ჩემს შემთხვევაში ოდაბანს ძალიან ვემდური, ჩემს შემთხვევაში თუ ძალიან ბევრი ვიცი რომ აქებს, სულ გამოვიყენეს 3ჯერ, 3 შესხურებით, ანუ და საშინელება ჩემს შემთხვევაში არ გამომადგა ჩემდა სამწუხაროდ. როგორც ისეთ მივიძინა 51 ლარი ფაზაკლებით, თორე ის იყის 54 თუ 53. ხო და თუ იმეს გინდათ გავყიდი 30 ლარად, სულ 3ჯერ გამოვიყენე. ამაზე ნაკლებად რა ვიცი რა უნდა გავყიდო. თუ იმეს გინდათ, შემიძლია მოგაწოდოთ ვокзალზე, ან მეტრო ნაძალადევთან, ისე კიყრის საკმაოდ ძვირი. მაგრამ მე 51-ად ვიყიდე, ნუ ცოტა ფაზაკლებით და 30-ად გავყიდი მოკლედ რა.
სამწუხაროდ არ ვიცი რა ვქნა, მირჩიეთ რა შეიძლება გამოვიყენო, მაქვს ჭარბოფლიანობა, ვარ ძალიან დაძაბული, აი ძალიან დაძაბული ვარ, იმიტომ რომ ოდაბანი არ გამომადგა და ამდენი ნაქები და ამ ინფლუენსერების გაპიარებული და რა ვიცი, მე არ გამომადგა მოკლედ, მესმის ხო ზოგს გამოადგა, ზოგს არა, კანი ინდივიდუალურია, ხო და ამ შემთხვევაში არ გამომადგა. თორე ოდაბანი ადრე ვცადე და არ გამომადგა და რატომ მეგონა რომ ახლა გამოვიყენებდი ვერ გეტყვით, ხო და რომელი შეიძლება კიდე რომ გამოვიყენო, ძალიან გთხოვთ დამიწეროთ, პერსპირექსი ვიცი და თქვენ იცით რომ მე ვიყენებდი ძალიან დიდხანს, თუმცა სამწუხაროდ ნუ ზაფხულისთვის ჩემი კანი რაღაცა ვერ შეეგუა, ზამთარში ძალიან კარგი იყო, ამიტომ მერჩიეთ რა შემიძლია რომ ახლა შევიძინო თან სასწრაფოდ დაუყოვნებლივ, იმიტომ რომ მე ოდნავ რაღაცასაც კი ვერ ვიტან და ძალიან დისკომფორტში ვარ და სულ რაღაცა იმეებში ვარ. ხო და ძალიან გთხოვთ რომ მოკლედ მირჩიოთ, ხო, ოდაბანი ძალიან კარგია აი სახის ზონაზე, სადაც ოფლიანობა გაქვთ. ბამბის დისკით უნდა დაიმუშაოთ, გუშინ რაზონებიც მაქვს მე ცოტა ისეთი ეგზონები დავიმუშავე, დამეწყო ღამე უჰაერობა, რაღაცნაირი საშინელი დიდი დისკომფორტი, აი ცხვირში რომ რაღაცას სიმძიმე გადევს, ეგეთი შეგრძნება, ძალიან ცუდად გრძნობდი თავს. მის ხმარ შეიძლება უნდა დაიდო წაისო ბამბის დისკით, ხო, ნუ მოკლედ. როგორ ჩანს ოდაბანი ჩემთვის არ არის, არ ვიცი, ბოლო შანსი მივეცი დღეს და ვნახოთ, ანუ მესამე ჯერ და ვნახოთ. თუმცა როგორც მივხვდი ვერ გამოვიყენებ და ძალიან გთხოვთ რომ მირჩიოთ, აი მირჩიეთ ხალხო რამე. მოკლედ ესეთი ამბები. კარგი ამინდია. მეგონი კარგად გამოვიყურე. ანუ ეხა ტრადიციულად მაცვე განარამე, მაგრამ სახის როგორ გამოვიყურე. წავედით. გამარჯობა ფიშოვისთან ახარ სტუმრად. სიმწვანე, აი რა მჭირდება. ამაზე ხופია, ყოილებია. ადრე მწერდა ხოლმე, ერთი ქალბატონი, აი ძალიან ოჯახის წევრივით იყო ფაქტობრივად ისე ხშირად, აი ვიდეოს რო ტოვებდა და რაღაც ესე და Facebook-დან მე გადმობრძანდა YouTube-ზე, რომ დავდერო YouTube და რაღაც ეს. ახლა და ეს ქალი დაბლოკილია და გაუყენე თავის გზას, მაგრამ მოც გაიარეს. ხო და ერთხელ ხდება კომენტარი, რომ რო კითხოსო კაცო, მაღალი ხელფასი არა გაქვთ, ამ რაღაცებს დიდი ყიდულობ. ვერტოვე. ერა კალბატ. მე ვთქვი, კაცო, ხო და დავხარჯო რაც მაქვს. არა. როდის ახლა მოვდიოდი მე და ვინმეს ვევედრებოდი, რომ აი მიქსერი მიყი. აგიდა ჩემო ხაჭო შესასწავლი. მე რა Facebook-ზე გადმოდიოდა და ძალიან ისე იყო რა, აგრესიული და მე უკან დავბლოკე. ხალხი მიჩვეულია რაღაცნაირად სხვის ცხოვრებაზე აგდებულად რო ვილაპარაკოს რა. შენ რა გინდა გაც მე ჩემ ნაშრომს. ბიჭო არ მაქვს მაღალი, ძალიან მაღალი ბიბით უფრო, მაგრამ რაც მაქვს საწავლიო. ჩემ ჩავილაგებ და დავხარჯო, ხალხო, ხელფასზე დახარჯოთ. მაგისთვის მუშაობ მე. რავი, თქვენი არ ვიცი, მაგრამ საღად მოზღული ადამიანი მაგისთვის მუშაობს. გეგმისთვის, რაღაცისთვის, იმისთვის. ასეთი ადამიანები საჭიროა რომ იყვნენ. დროებით ოღონდ მე რტვის ჭამე და ბლოკავ. კრიტიკაზე არ ბლოკავ, ხალხურ ლანძღვაზე ბლოკავ. ძალიან გადატვირთულია დღეს მოძრაობა და ხო არ იცით რა ხდება. კრისტალის ხაზონა შევიარო ისე მოზაიკაში შემთხვევით ხომ არ მივიღეთ. ხო და წავიდეთ. რა მავიწყდა რომ სათვალე მაქვს. ნახალუკაში მეკეთა და მე მეტროში ჩავიდე ჩანთაში და მთელი გზა ეს მუჭუჭული დავდივარ და ბახთანა ვარ და გამახსენდა რომ ჩანთაში მაქვს სათვალე მომაყარეთ მეხსიერების წამლები და თქვენ ისედაც ისეთ რომ მე მეხსიერება მაქვს დამჭიდარ პოზიციაში მე კი ვხუმრობ, მაგრამ მართლა უნდა გავიარო კონსულტაცია და აუცილებლად მივიღო მეხსიერების წამლები. დავრეკოთ ზარი.
შევიდეთ სამსახურში. ბედნიერი დღე. კრისტალის ქვა არ არის არსად. რაც შეეხება ოდაბანს. აი უსაყოლესი გოგოები მუშაობენ მეტროსთან. იქით მეორე მხარეს ფარმაში და აი მანდ ვკითხე რაღაცები მოკლედ რა. აი შემსვლელი, უკეთესი და ასე შემდეგ და ესე მითხრა რომ ოდაბანო კარგია, უბრალოდ როგორ იყენებთო და როგორც მე ავხსენი რომ ესე მოვისმინეთქო და იქაც ეგრე მითხრას მეთქი და რო შევიძინეთქო და უი არა 200 ეგრეო არ შეიძლებაო გამოყენებაო ეგრე არ იქნება ეფექტიო. ანუ ყოველ დღე, ყოველ საღამოს პროსტორად უნდა წაისვა თუ აუცილებლად გასუფთავებული გამშრალი მებუნებრივია. კანზე ერთი კვირა ყოველ საღამოს და უკვე მერე იწყებსო ნელ-ნელა მოქმედებასო. ანუ როგორც მე მოვისმინე, თუნდაც ვიდეოებით და თუნდაც იქ როგორც მითხრას, ეგრე არ ყოფილა. აუცილებელია ყოველ საღამოს და მერე იწყებაო უკვე ნელ-ნელა შემცირებაო, ასე რომ ვფიქრობ რომ ხوار ვსინჯო და არ გავჭიდო. ხო, აი არ ვიცი. ვსინჯო. თუნდაც ვინმეს მივიცე ჩემი აზრ, რა ვიცი. უკვე ტვინი აღარ მიმუშავებს ისე ვარ. აი. კრისტალის ქვა სადმე თუ გეგულებათ, გთხოვთ რომ მომწეროთ ან ნებისმიერ ფარმადეპოს ფილიალში ან მოზაიკას ფილიალში სადმე. რა ვიცი, არ არის, ვერ შოულობთ. ამოწურულია ყველაფერი. ესეთი ამბები, წავიდეთ ხა სამსახურში, დატვირთული დღეა, იწყება ზეიმები ძალიან მალე. დილით უკეთესად გამოვიყურები და ახლა რაღაც აღარ მომწონს ვიზუალი, მაგრამ წავედით. როგორ მიგაყავა? მე არ ვიცი სიტყვებით როგორ უნდა ავხსნა, მაგრამ ახლა ყველაზე მეტად მწყურია. ხო და სადმე უნდა შევვარდე მაღაზიაში და წყალი ვიყიდო, ანუ ვიხრჩობი. გრძნო. რომ რაღაცას ვეღარ ყლაპავ. რაღაცას რან ერწყვის. ხო და წვიმას აპირებ, თავარია რომ აი მარშრუტკამზე არის წვიმოს. მე ახლა ბახთან მამა ჩემიც გადმოგვაკითხავს ასე რომ მე თუ გინდა იწვიმოს და სვენების დღეებია. ხვალ მინდა მარიკო წავიყვანო ფეხსაცმელი მინდა ვუყიდო დაბადების დღესთვის. ანუ ისე ხალხო იმას შვები მოვდუნდი რომ რეალურად არა ტორტის ის არა ის რაღაც იდეები მაქვს ტორტზე. მაგრამ ესე ძალიან ჩამოყალიბებული არ მაქვს და რას ველოდები ცოტა ვერ მივხვდი ანუ რო რა ვინ უნდა გაკეთოს ეგ ამ. ხო და დღეს ჩამოყალიბდები დღეს დახვალთხრა გადავიწვით. გიტოვებთ მარიკოს. ვიდაბიცა. დილა თუ შუა დღე, დედი? დილა. არა, დედიკო, დილა ხო იქ. შუა დღე. ვაიმე. მოგესალმებით. საღამოა თუ დილა? შუა დღე. შუა დღე. მოგესალმებით. აი, ჩემი უსაყვარესი არის მარაო და ვიყიდე რომელსაც ქვია მარაო და ცხენია აი და კარგადუნია ვერხ ელემენტები არ არის თელებებნერი ვარ მე და მანანაბებთან წავიდე. დედიკო ვერა, იმიტომ რომ მამა უნდა მოვიდეს დე ცოტა ხანში, იცი? ეგ მარა ვაჩვენე გოგოებს? აი, ვაჩვენე უკვე. მერე. აჩვენე უკვე? გოგონებო, ცოტა მოწესრიგდე და მოვალ თქვენამდეც. დედიკო, გათიშე მაშინ. მიდი, დედიკო. თუ აღარ გინდა გათიშე, დე. მე არ გადააყირაო ტელეფონი. ერთ კადრში ჩანს მუსიკაბანი, კვების სუბიექტია, ხაჭაპურები, ლობიანები და ამდაგვარი ყველაფერი იყიდება მოკლედ, ხო და ოდენიმე დღის წინ ვიყავი მათ მინდოდა ლობიანი. უნდა მეყიდა ლობიანი მოკლედ.
მარიკოს ძინავს და ცოტა ხო და ლობიანი მინდა თქო ვეუბნები ამ გოგონას რომელიც შინით დავინახე რომ რაღაც ჩადო, მაგრამ ანუ ლობიანი ეს არ გავდა, ანუ სხვა მხრიდან აიღო რაღაცა ჩადო და რაც ის გრძელი რომ მომეჩვენა და ლობიანი გითხარი, თქვა ანუ მივხვდი რომ სხვა რაღაცა ჩადო რა და მომაწოდეთ ესეთი აი ანუ სახე ქონდა ისეთი რომ ეს ისხები გერგიტას აი რომ უნდა რომ გაგკროს ხო და სახე არ მომეწონა ძალიან სიამოვნოთ გამომხედა ამ გოგო აი ეს გამომართო ხედა და აი ეს დაახეთქა იმაზე რა და მაგეთი რეაქცია მქონდა რა ანუ ხა ძალიან ბევრი ხალხი იდგა თან უკან და ანუ ეს რეაქცია მქონდა რა ის დაწყენი წამოვედი იქ მე ჩამიდოი არის მადლობა მომიხდე გადავხადე წამოვედი ისე არ მომეწონა მისი ეს ქცევა იმდენამდე არ მომეწონა მისი ეს მსახურობა ფაქტობრივად თავში ჩაერტყა ანუ ფაქტობრივად ჩაერტყა ანუ ესეთი ქმედებები თქვენ იცით რომ ფაქტობრივად თავში ჩერტყმას ნიშნავს ხო ისე არ მომეწონა ეს ქცევა და ისე გავბრაზდი ისე გავხიზიანდი მეთქი ახლა ურტყი ეს ლობიანი თავში რომ შენ ვერ გაიგე და კიდე ანუ ვისე ბუსხები უკაცრავად ან ეს რა მომსახურეობა და ზოგადად საქართველოში ჩვენ არ ვიცით მომსახურეობა ეხა გეხვეწებით რა რამდენი ობიექტი იცით სადაც აი ისე გემსახურებიან რომ აი არ ვიცი ჯობი არ მოგემსახურო ეგეთ მომსახურებას ძალიან ბევრ ადგილას როგორც ემსახურებიან ჯობია არ მოგემსახურო ну ორნაბიჯზე აღარ ვლაპარაკობ ხალხო მანდ ჩემი აზრით უკვე თაგლეჯილი ნერვებით მუშაობენ გოგო ბიჭები და მე მგონი აღარც გაემტყუნებათ საერთოდ რამე ვთქვათ გასაგებია რომ ეს შიდა სამზარეულოს პრობლემებია რომელიც მე ჩვენზე გადმოდის მაგრამ ნუ ფაქტია და ამას ბევრი მისაუბრე ხა აღარ დავიწყებ თავით სპარს რაც შეეხება ეხა იმდენად არც ბევრი ხალხი არ არის ხოლმე არასდროს რო გითხრათ რომ აუφ და რაღაცა ესე და ნაკლებად რაც შეეხება ნიკორას მანდ რაღაცა იმდენი რიგი დგას ხოლმე ფაქტობრივად მანდ არჩევდი ვარ ეგრე გამოდის რა რომელია კიდე ძალიან ბევრი შორის ბევრი არა, მაგრამ რამდენიმე კაფე იყო კიდე, რომელიც ძალიან არ მომეწონა მომსახურების კუთხით, ადრე ვთქვი კიდეც იმაში. მაგრამ ზოგადად მაღაზიებს რაც შეეხება, აი ესე ან პატარა ტკობის ობიექტებზე რაღაცებს ძალიან არ მომწონს მათი მიდგომები. აი ხა ელემენტარული რაღაცა რომ ვერ გაიგე კაცო ანუ მე სულ ვერ ხედავ ხო შინა რა გამოაწურვინე მე დავინახე რაღაცა გრძელი რო ჩადო და მივხვდი რომ ეს ლობიანი არ ყავდა მე ვერ გვალი მინდო და ხო და ახლა ხათრით ვერავის იმას ვერ ვიყიდიდი რა ქვია ხო და ანუ ვერ მივხვდი რატო გამებრაზდა ეს გოგო და ფაქტობრივად რატო ჩამარტყა თავში ამეტი სხვა როც რა ქვია მაგის ქცევას ისე გავხიზიანდი გოგოები ვაიმე ისე გავხიზიანდი აი ჩემს თავს ვუკრავ ახლა სტარს თავზე რო დავაყარე ის ლობიანები იმიტომ რომ მე მსგავს ქცევები არ მიყვარს არ მომწონს მით უფრო როცა არ ვიმსახურებ საერთოდ ანუ რა უფლებით ხო და ეგეთი რაცები არ მომწონს ნუ ახლა ბაზრობებზე რო იციან ხოლმე რომ არ უნდა ჩამოიღო რამე არ ნახო და თუ ნახავ უეჭველი უნდა იყიდო და თუ არ იყიდა ვაიშენი ბრალი ეს უკვე როგორ არის იცი ორჯერული 4-ვით გვაქვს მაგრამ ზოგადად რატო გვაქვს აი ეს ყველაფერზე ამხელა რაღაც არ ვიცი აგრესიები ხალხო ვიცი რომ ყველას უჭირს ანუ ჩვენ ზოგადად ქვეყანას გვიჭირს რა არა მარტო ფინანსურად სხვათა შორის ამ ბოლო დროს განსაკუთრებით გამოჩნდა ეს ყველაფერი ძალიან ბევრი კუთხით გვიჭირს და
მესმის რომ ნერვული სისტემა ვერ გვაქვს მწყობრში, იმიტომ და ძალიან ბევრი იმიტომ. მაგრამ ეს ვინმეს პრობლემა არის? ანუ მე რომ რაღაცაზე აღელვებული ვარ, დაღლილი ვარ, გახიზიანებული ვარ თუ რა ვარ. ეს ჩემს სამსახურში, ჩემი პატარების, მე ძალიან ახლოდან ვარ ბუდიში ბავშვი. აი, ანუ ჩემი პატარების პრობლემაა, მაგრამ მე დააშავე, მათზე რო გადავიტანო, ან თანამშრომლებს რო გადავიტანო, ვეჭჩქინო, ვეჭყანო, ვინმეს პრობლემა ბუდიში და სუპეყებზე კიდია ყოველას ყველაფერი ხალხო. შენი პრობლემა დატოვე შენთან. შენი წუხილი სხვა რამეა, მაგრამ შენი აღრენა, გეხვეწები რა, საერთოდ არ მაინტერესებს, მინდა გითხრა ხა. დილის-7-დან ფეხზე რო ვარ, გავარდნილი რო ვარ სამსახურში და რომ მოვდივარ და მინდა ლობიანი სულ ბოდიში, მაგრამ ფეხებზემ კიდია შენი ნერვული სისტემა. ძალიან არ მიყვარს თქვენი თითმე რაღაც ისეთი სიტყვები, მაგრამ აი ფეხებზე მკიდია, კიდევ ერთხელ ვიმეორებ. არ გაძლევთ არავის იმის უფლებას, მათ შორის ჩემ თავსაც ვგულისხმობ, რომ ასე მოვექცეთ, იმიტომ რომ ჩვენ რაღაცა ხასიათზე ვერა ვართ. ანუ შენ რო ვერ გაიგე რომ მელობიანი მინდა, ჩემი პრობლემაა კაცო. მაშინ გეკითხა თუ ვერ გაიგე. ის რო გამომგლიჯდა და დაახეთქე იქ, ანუ მე დამარტყი თავში და ხა რისი იყო, მეც კი ვიცი. თორე ანუ გასაგებია, გაჭირვებისგან ხალხი უკვე აი სერიოზული პრობლემებია და ადამიანები როგორ დასტრესილები არიან, როგორ გავიგე ხალხო, გავიგე. გავარდნილები ვართ მთელი ჩემი ოჯახი და მუშაობთ დღე და ღამე. გავარდნილები. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ეს კი ანიშნავს, რომ მე ისეც ვიტოვებთ, ეს ასე უნდა იყოს. იმიტომ რომ ჩვენ ცოცხალი ადამიანები ვართ და ანუ რა ვაკეთო, სახლში ვიჯდე და ვაიმე იქნებ ფული ჩაბერიცხოთ, ვიძახო თუ აი რა გავაკეთო. ეს სხვანაირად არ ვიცი როგორ უნდა იცხოვრო. ეს არის ვალდებული ხარ, კაცო ხელი გაანძრიო და არავის კისერზე არ ელოდო, არავინ არ დაავალდებულო და ასე შემდეგ. იმდენი გაჭირვებული ადამიანია, ვისაც ოპერაცია ჭირდება და ვისაც აი 1000 პრობლემები, რომ ისინი რო დებენ ხოლმე, ხო, ანგარიში ზნაურებს ამაზეც კი აქვს ხალხს რაღაცნაირი აგრესია, არათუ იმაზე ახლა რომ მე ხა მაგალითად რომ რაღაცა იმას ვქნა და არიქა. ანუ არ მინდა ჩემი შრომით ვისავ, ჩემი ოჯახის წევრების დახმარებით ვისავ, იმის ვისავ, ამის ვისავ. არავის არაფერს არ გთხოვთ, ბატონ. ჩემი შრომით ყიდულობ იმლობიას და რამენაირად შემარგე რა. ძალიან უბრალდები ეგეთ რაღაცებს და ძალიან წყინის, აი ძალიან წყის. გავიგე, ყველას გვიჭირს ხალხო. თავზე არავის არ გადმოგდის. ერთეულები არიან, ან შესაძლოა უფრო მეტიც, ღმერთმა მეტი მისცეთ. არ ვიცი, ზოგს საგვარეულო მოდგმით აქვს, ზოგს იმით, ზოგს ამით, ზოგს გამართებით, ზოგს ბატარის ბილეთით, მაგრამ ეგ ჩემი პრობლემა არ არის, არ ჩემი საქმე არ არის. რაც უფრო მეტი შეძლებული ადამიანი იქნება საქართველოში, მით მეტი ბედნიერი ადამიანი ივლის და არ იქნება ამდენი სტრესი, გაჭირვების სტრესი. მესმის კიდევ ერთხელ ვიმეორებ. მაგრამ რატო უნდა იყოს ახლა ჩემი ბავშვების ან ვინმეს ჩემს სამსახურში ვინმეს გადასახადი ეგრო, მე ვერ ვიყო ამ კუთხით ჩემ ხასიათზე თუ რა, თუნდაც სხვა რამის გამო ვიყო ცუდ ხასიათზე. ანუ არ აქვს მნიშვნელობა რატო აძლევ შენთან იმის უფლებას, რომ აი ესე თავში ჩამცხო ეგ ჩემი ლობიანი ნაყიდი. მე არ ვიცი. ვერ ვხვდები და მომკალით თუ გინდათ. ვერ. რა ვიცი. რამე სიტყვი მერე და რაზე კიდე შენ გამოდიხარ თითქოს დამნაშავე, თითქოს რაღაცა ნერვოზიანი თუ რა, ანუ რაღაცას რო ვიტყვი და აღარ მინდა ხოლმე მერე რამე ვთქვა რა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი უსამართლობა ზოგადად მთელს მსოფლიოში. მაგრამ თუ მაწუხებს რატო არ უნდა ვთქვა, კაცო, ხო უნდა ვთქვა, რომ მე იცი რა, ეს არ მომეწონა. და ასე არ უნდა გააკეთო რა, ვინც არ უნდა იყო, საკუთარი დედა რო იყო, არ უნდა გააკეთო. არის რაღაცა სხვარი, აი ჩემთან დაკავშირებით ვიცახი, რომლის გადმოკვეთაც ნებისმიერ ვარიანტში მე ძალიან გამაღიზიანებს და სულ არ მაინტერესებს არაფერი. ძალიან გამაღიზიანებელია ჩემთვის. ნაწილობრივ გამაღიზიანებელიც იყო ნაწილობრივ დილით რას მოგიყევით, რომ
რო კითხულობ ბევრი ხელფასი არა აქვს თუ რა. რა გინდა შვილო. აი მაგაზე მაგლაპარაკი რომ მე ჩემი შრომით ახლა პარიზში წავალ თუ ქვაბების ნაბორს ვიყიდი, აი ეგ ხო არავის საქმე არ არის. მე ხო არავის არ ვაწუხებ. აბსოლუტურად არც ერთი კადრი არ არსებობს და ვერ მოიპოვებს, იმიტომ რომ ფიზიკურად არ არსებობს კადრი, სადაც მე მუხლდავარდნილი გევედრებით ან ფეხზე მდგომი რომ რამენაირად ჩამირიცხოთ რამე. არ არის ბატონო ეგრე. არავისთვის არაფერი მითხოვია და იმ ჩემნაშრომზე თქვენ რატო გაქვთ, ვისაც გაქვთ კაცო ეს ბევრი მაქვს თუ ანუ ვიღაცისთვის ბევრია ეს ხელფასი, ვიღაცისთვის ძალიან ცოტა, ვიღაცისთვის ნორმალურია, ხო ეს ხო ესე არ ხა ვინც მიჩვეულია 5000-ს ჩემი ხელფასი მისთვის არის 20 თეთრი. და ასე შემდეგ, ასე იყოფა და არავის არ გთხოვთ. ერთ-ერთი ვისაც ვთხოვ თავიდან ფეხებამდე ვარ ისევ მე საკუთარ თავს ვთხოვ მაქსიმალურად ძალიან ბევრ შრომას. მაქსიმალურად ძალიან ბევრ შრომას ვთხოვ, რომ მაქსიმალურად სტაბილურად ვიგრძნო თავი. დაღლის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ბუნებრივი ადამიანი ვარ და ეს არის ძალიან ჩვეულებრივი ამბავი რომ დაიღალო. ზოგი წოლით იღლდება და ვის რითი გვიღირს დაღლა კიდე სხვა რამეა, მაგრამ მიჩვენე საქმე დავიღალო. რაშიც ძალიან ღირსეულად ავიღებ იმ ჩემ გამომუშავებას. ხო და რა თქმა უნდა არიან ადამიანები, ვინც მე მირისხავ, რა თქმა უნდა ვამბობ, იმიტომ რომ არ მინდა რომ ეს ადამიანები გამომრჩეს. და არსებობენ ნამდვილად ეს ადამიანები, ერთ-ერთ მგონი ყველა იცნობთ, არის სოფო, რომელიც არ ვიცი, ჩემ მადლიერება რა რომელი მით გამოვხატო, უკვე აღარც ვიცი. და ასევე არიან კიდევ რამდენიმე ადამიანი, ვისაც არანაირი სურვილი არ აქვს, რომ მათი სახელი თქვა, ან ფსევდონიმით მოიხსენიო და ან რა ვიცი, საერთოდ ზოგადად არ უნდათ მოკლედ. და ეს არის ის გზავნილი და ის საჩუქარი, რომელსაც მიგზავნიან პერიოდულად, მე რო ძალიან მერიდება, ეს ყველა მიცის, ვინც მიგზავნის და ძალიან მრცხვენია ხოლმე და ისევა, რომ აი არ ვიცი, სად წავიდე და სად გავიქცე, ისე მერიდება ხოლმე, მაგრამ ეს არ არის, რომ მე ვთხოვე, ეს არის, რომ მათ უნდოდათ ჩემი გახარება, ჩემი და ჩემი შვილის გახარება და გაგვახარეს. ის სხვა არის, კიდევ ერთხელ ვიმეორებ. რაღაც ქვაბების ნაბურისთვის რომ რა შევაწუხებ ადამიანს და ის სხვა არის, როცა შენ გაგიკეთებ მე საჩუქარს და გაგახარებენ და რაღაც დღესასწაული თუ ასე შემდეგ. მე ძალიან კარგად ვიცი თვითვეული თეთრის ფასი საქართველოშიც და საზღვარგარეთაც. ძალიან კარგად ვიცი, თქვენ იცით რომ ეს კარგად ვიცი. ჩემი ოჯახიდან გამომდინარე, ჩემი საქმიდან გამომდინარე, ცხოვრებიდან გამომდინარე თუ აქ ცხოვრებიდან გამომდინარე. ხო და ზოგს იმაზეა კაცო ქართულობა ჩემ ნაშრომს რო ხარჯავ და შენს კი არ ხარჯავ. ვერ გაიგებ. მე ნაწილობრივ აბსოლუტურად მზად ვარ იმისათვის, რომ დიდ აუდიტორიაზე როცა გადიხარ, შენ მზად უნდა იყო ბევრი რამისათვის. ხო და ბევრი რამისთვის აღმოჩნდი, სხვათა შორის მზად ბევრი რამეს ახაც ვსწავლობ, ბევრი რამისთვის მზად ვერაზროს ვერ ვიქნები, მაგალითად ეს არის წყევლა, ლანძღვა და ძალიან ბევრი რამ. იმიტომ რომ თუ შენ გინდა რომ გააკრიტიკო ადამიანი, გამაკრიტიკე, მე ვარ მზად. მაგრამ შენ თუ უნდა მლანძღო, მე მზად ვერასოდეს ვერ ვიქნები. მე არ მაქვს იმის ვალდებულება, რომ მე ლანძღვის ატანა რაღაცნაირად ვალდებულებაში გადავიტანო. ხო და არ მინდა კაცო არავისი არაფერი. ხალხი ჩემ ნაშრომს მიკონტროლებს. არ მინდა არავისი არაფერი. არ გთხოვთ არავის არაფერს. დედამიწის ზურგზე. ღმერთმა არც კი დამაჭიროს უფალს ვთხოვ, რომ თქვენამდე მოვიდეთ ხოვნით. და თუ ეს დღე დადგა და ოდესმე ღმერთს ვთხოვ, არასოდეს არ დადგეს ეგ დღე ჩემ სიცოცხლე სანამ მე ვსუნთქავ, ეს არის რაღაცა კატასტროფა, რაც ხდება ხოლმე ცხოვრებაში, ეს არის რაღაცა დაავადებები, ეს არის, ნუ აღარც მინდა მე ჩამოთვლა, სტრესავს ასეთი თემები. თუ თქვენამდე მოვიდი, იცოდეთ რომ მე ნამდვილად შველა მჭირდება. სხვა შემთხვევაში მე არავის შეწუხებას არ ავაპირებ. ასე.
მე თუ რამეს სთხოვს თავის აუდიტორიას, ეს მისი საქმეა, ეს მისი აუდიტორიაა და მე არავინ არ მეკითხება, არც სურვილი არ მაქვს ვინმეს განხილვების. ეს არის მხოლოდ ჩემი აზრი, იმიტომ რომ ჩემი არხია, იმიტომ რომ მე თვითონ ვთვლი ასე საჭიროდ. ხო და ვინ თავის არხზე რას თვლის საჭიროდ და როგორ თვლის, ეს ჩემი პრობლემა საერთოდ არ არის. მოხლა ერთ-ერთი ყველაზე მეტად რაც რა არის ზაპუწული. ყველაზე მეტად რაც მცენტრავს, აი მცენტრავს პირდაპირ მნიშვნელობით არის არხის განვითარებისთვის ჩასარიცხი თანხები. გეხვეწებით ხა. ხო, არ შეიძლება რომ პირდაპირ მიუთითოთ რაღაცა სხვა რამე, იმიტომ რომ ჩემი აზრით სასაცილო მდგომარეობაში იგდებს ყველა თავს, ვინც არხის განვითარებისათვის აწერს. რომ აგროვებს ფულს, თხა გროვდება და ის არხი როგორიც იყო, ისეთივეა. არაფერი არ არის შეცვლილი. ჰა, მაქსიმუმ გამოწერის ღილაკია დამატებული, სადღაც აქ ციმციმებს. ასე რომ, რა ვიცი, აბა, ღმერთმა არ დამაჭიროს არავისი. არაფერი არ მინდა საკუთარი ნაშრომის გარდა. ის კი არა, რომ ვამბობ ხოლმე, ხო? ცოტა სხვადასხვანაირად ხვდებიან ამ ჩემ ნათქვამს, მაგრამ საკუთარი ქმრისაც არ მინდა ხალხო. ამ ბოდიში რა ძალიან გაწეწილი ვარ. საკუთარი ქმრისაც არ მინდა, კაცო, მე ჯერ ჩემი მინდა და ჩემი რო გამომელო, მე იმისაც დავხარჯავ. ჩვენია. მაგრამ თუ ეხა არ მუშაობ კაცო და სახლში ხარ, სხვა რა გზა არის, მაგრამ თუ მუშაობ, შენც უნდა დახარჯო და მოდი მისიც ხარჯოთ. ასე რომ, ჩემ მარიკო, სინავს ფიქრობ მე ხوار დავწვე. მაგრამ ეს წევარ, უბრალოდ კობას ველოდები. იქ იყო რა ქვია, სოფელში. ხო და რო ჩამოვაყავა ენდომება, რაღაც ენდომება და ამიტომ დაველოდები. დაორეკავ, ხა თუ ძალიან გვიან არ მოვა. თუ არა და ცოტას დავიძინებ, იმიტომ რომ მე მგონი თვალებზე მაწერია, რომ აქ არა ვარ. ძალიან დიდი მადლობა, რომ მიყურებთ. დროებით. ვიწევთ თმას. დავდობლად. დროზე, ნუ ინაზები. აჰა. კი, დამაკუდა. ისიც მაგ და მეკითხოს. დამოჩნდეს რომ მაგ რა ვარ უნდა ჩანდე. მართალი ახლა რო გეხსენება და აღარც დღეა და აღარც მზე, ამიტომ ამას სხვათა შორის ფასდაკრებით გძიტა უთხრა რამდე მივეცი, ვინახავთ უკან. ასე. ეხლა ეს ამაკ მზის დამცავი. ხო, რა, აღარ არის, მაგრამ არ არის მაგის ის რა ქვია, დარდიდა ვარამი არა მაგ. ახლა ნახეთ ამას რას ჩავუდენ. წავიდა. ასე. ასე? ვიდი, დავუჩქარე. ასე რომ გამოვიდეს რა, გამოვიდეს. ასე. ეხლა ნახეთ რა შედრევადი დავაყიდე. რო გითხრათ. ახლა ასე შვრებით. ეყოფა. ხო, 1, 2, სტოპ. ვიწყებთ სახის დამუშავებას. ჩქარა. კლაშ. აჰა, ასე. მერი ახლა ყველაზე მთავარი საკითხი ხალხო. აქ ექიმა მითხრა, ყურები მალე ჭკნებაო, აქაოთ, აქაც ქენითო. წავიდა. სტოპ. კი. ასე. აჰა, უკვე გადავინაწილეთ სახეზე. აქაც არ დაგვავიწყდეს, ასე. და როგორც მათხოვთ დამაკუდა. იყო დაჭირობაში გამომადგება. ხო. ახლა ეს მაგ იმედია. შევით 4 წლის უკან გძიტა ვიღაცამ გამოვიგზავნა, ხო და ის არის. აბა დააც კიდე მე თუმარო და პროჟექტორი. იზანი. მიყვარს ხალხო და არ ის მეუშვიდათ. და იცლება ხალხო და ახლა ვიზა ხო სწორად გამიგეთ რა. კარგი რო გაქვს სახში ხო უნდა მოუარო. გიჟვით არ უნდა ისვა დილას ამოშუა დღეს. ამიტომ თავ შევიკავებთ, ვაგდებთ უკან. აი ახლა ეს ვიყიდე. შევყაროთ წამწამები. წავიდა, აი მე დედა არ მომზურის. აბა და ხო
ნახოთ თუ აპრიხავ. ვიკი ვიცი რა სიზავს, მაგრამ თქვენც რომ დაინახოთ. აჰა, კაჩეო და აჰა. მაგრად აპრიხავ, გუგუნებთ. მეორე, შევყარო წამწამები, არ დაინდოთ. თან ესე უნდა ქნაო, ესე, კაჩო ახლა, არ ვიცი, ესი მითხრეს, ვერ გიტყვით რამდენად მართალი, აბა დავაცქებდეთ. კი, მაგრად აპრიხა, ხალხო, არის გამომგონებელი, მინდა 7 პაჩულის ვცემ, მაგრამ რა ვიცი. ჩავაგდოთ უკან. პაჩუკეს კონსილერა. ხო და ისა. ახლა შინდა არაფერია, მაგრამ არა ზარი ერთ ჯური წვეთი რა. კარგად ვაწვალებთ, იმას იზავს. გამოვა. ასე ხო არის ხალხო. უნდა დააცეროთ ურტყით, რომ რაც არის იქა ხო? ცოტა დაიწრიტოს, აჰა. ახლა ნახეთ, რას ვიზავ, აბა დამაცქე და შევაშტერდით. სუნი კარგი აქვს. ახლა მე ვერ წავისვი, ვიზიტაც ის არის, ხო. 1 2 ბევრია. ვაგდებ უკან. ახლა აქა უნდა წაისვა და ასე მასწავლეს მექიპის არტისტებმა. ხო, შურებით ასე. ცოტა ნელა უნდა ქნა, მაგრამ მე სინაზე და ქალობა არ შემიძლია, ამიტომ ცოტა დაკაჟებულად ვიკეთებ, ხო. ასე. როგორც მატყობს, ძალიან მიხდება. აქეთ მეტი მოვივიდა. აჰა, სტოპ. კი, რა ძალიან მიხდება, ხო. მერე ვიღებთ იმას. რა აქვს ამგლეს გოგო? ისა რა, წარბის ასაჭეჭი. ხო, ჯერა უნდა იჩიჩუ მერე დაილაგო. ხალხო, თუ მაიჩუ და დავალაგო რაღაც ვიჩიჩავ, არის არჩეში და ბარემ დავარცხნო, მაგრამ არ ვიცი, ახლა მე ვერ ვერკვევი მაგაში და ავჩეჩუ ჩვენგან რა მიდის. აჰა, აბა ავჩეჩოთ. აუ, არი ჩიჩება, მე დასტონი წარბი. ახლა ასე მივყვებით. 1 2 და ხო რა ვიცი. ასე. კიდევ 1 2 3 ეყოფა. როგორც ხედავთ, მე უკვე ძალიან კრასავიცულად გამოვიყურებ. ხო, არ გვავიწყდება ბეჭდების დაბნება თითებზე. 1 2 3 მოიცადეთ 20 წელი კიდევ აქ. რაიმე ხალხო, ეხლა იცით რატო არ დამიზარა ამ ყველაფრის წასმა, თუ ღამე რა წამას მევინებდა ხალხო, ამდენი რამე დავხარჯავდი სახეზე ღამე. ხო, რატო გავიკეთე ახლა გითხრათ. ჩემი მეზობელი ისა. რა ქვია თან? უი, დედა, დარეჯანა. იმისის რო არის. ნუ გზარასული ხალხო, უზე უნდა დავხედო. ხო და დავიბნიო ყველაფერი ზედად კაცი ტყუცი. ხო ხვდებით რა, ახლა მეც რომ საქმე არა, მაგრამ აჰა. მეყოფა ახლა ვერავის ხავ. ხო? ახლა უნდა მივხედოთ თმებს. ასე, ახლა მე მოგეხსენება ძალიან ელასტიური თმა აქვს. მე მინდა რომ წინა დავიყენო ისა. წინა მოსრო ეძახია, აი ჩემ რო ჩოლკა იყო. ხო, ასე. ახლა ნახეთ რას ჩავიდნენ, როგორც ხედავთ არა მაგ ხო ჩოლკა. ასეო, სალონში ასე მითხრეს. აჰა, ასეთი რაღაცა წკაპი გინდაო. ასე ხო დაიტოვა ახლა არ ნორმალურით. ასე ვიკეთებთ. ნუ დედა, ვერ გავიკეთე. ასე ვიკეთებთ. ახლა ნახეთ რას ჩავიდენთ. 1 2 3 15 ჯერ უნდა ქნათ. ეყოფა, ნებები არ აქვს 15-მდე. ახლა ნახეთ, აწიო უნდა, პადიუმი უნდა აწიო. მე თუ მაღალ ვარ იწევა თუ რა ხდება. ხო, როგორ არა იწევა რა, ცოტა ისა ლაკი უნდა და ისა ვერ დავხარჯავ ხალხა მელაკის. ხო, აჰა. თისა კუკარი. ხო რა ჯახანდა და მე ჩუნე ახლა ვარ. კალით და ვარ ხო. აი. ეს უბედურ დღეზე გაჩენილი რა მობივი და არ ვიცი, მაგრამ მაგას ახლა მე გავანატყუր. ისა დავიწყებია კონტურკი. თვალის არის, მაგრამ არა უშავს, აქ წავიშვათ. ხო.
წაუთალე რა პირი. ხო, ეხლა არ უნდა ახლა მართალია მე ტუჩი არა მაქვს, მაგრამ არ უნდა რაზედ მეწობა რა. ხო, ახლა რა ხაკნა? ერთი გუნე ისავიყიდე ბლესკი შევიწევ ბუტკარი აი იქნებოდა და ჩავუცუქსუქებდი უკან ახლა მე რა რუსავსია ესეთი უსამი წელი უნდა მიყოს არა ვარ ახალ ხო პლანგველი არა ვარ სწორად გამიგებ ხო 1 2 3 დაბაკუდა რა უყარი შვილო თავსახუ მინდა გითხრათ ხალხო ამის ისახო აღარ არის ის რაც არის მაგრამ იყოს ტკბილი მოგოდებებისთვის ვინახავდი რა გიდათ რა დაეძებთ წავედი ბურზე აი ისიც მაგ ბამბა ვერაფერი